10%. Bet რამდენი 1000-ია? 200,000-ზე მეტი. ხმათა 10%, რაც დაახლოებით 200,000 ხმა, ის რაც CSGO-მ 7 თვის წინ თქვა, 7 თვის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაშიც აღიარეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მისი პარტიის მიერ მიღებული ხმები პირდაპირ ეთერში ანა წითლიძემ დაითვალა. საჯაროდ ნათქვამი სიტყვების ახსნა კი პარტიის თავმჯდომარემ და რიგითებმა წითლიძის ფიქრებით სცადეს. რა ციფრებიც უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, ის ციფრები დაწერა ამ არჩევნებში. ამას ფიქრობს დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ ანა, არამედ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა. რეალურად რამდენი პროცენტი აიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, ამას აუცილებლად გავიგებთ, როდესაც ჩატარდება ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნები. ამ გაყალბებული არჩევნებითაც კი იქნა დაფიქსირებული ეს შედეგი. თორე ხა ანა წითლიძეს რო კითხოთ, დამიჯერეთ, არასოდეს არ იტყვის იმას, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური, ან ის ხმის რაოდენობა, რომელიც ავიღეთ, არის რეალური. თვეები გადის, თუმცა ოპოზიციის რიტორიკა არ იცვლება. ის არც ეუთო ოდირის დასკვნამ შეცვალა. მოპარულ ხმებსა და გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობენ გიორგი გახარიას პარტიაშიც. ხადია ის, თუ როგორ მოიპარა ქართულ მოწმობამ არჩევნები, როგორ გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები და ცხადია ისიც დღეს როგორ ამ ესე ვთქვათ ნაბიჯების, ამ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების შედეგებს სამწუხაროდ როგორ იმკის ქვეყანა და სახელმწიფო, რომელიც დღეს არის პოლიტიკურ იზოლაციაში. მომართველი გუნდის თქმით კი ანა წითლიძის განცხადება ოპოზიციის მხრიდან მორიგი აღიარება და დადასტურებაა იმისა, რომ ოპონენტების მიერ წარმოებული კამპანია ეგრეთ წოდებულ გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია და ტყუილი იყო. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამ მრჩევლის მოტყუება ოპოზიციას ქვეყანაში არეულობისა და დაპირისპირებისთვის სჭირდებოდა. რეალურად იციან თუ რა არის მათი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში. ძალიან კარგად იციან თუ რამდენი ხმა მიიღეს, ეს რომ არ მოეწონათ მათ და მათ პატრონებს, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში უმრავლესობით, მაგიტომ სადეს საქართველოს ხალხის გადაწყვეტილების ანულირება, რაც არ გამოუვიდათ, იბრძვიან ქვეყნის საწინააღმდეგოდ და ცდილობენ, რომ ნებისმიერი ინსტიტუცია ჩამოაქციონ. ეს არის მათი დავალება პატრონებისგან. რაც დრო გადის, ვისმენთ აღიარებებს იმისა, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური, ამ აღიარებებს ვისმენთ სწორედ ამ რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან, ხო? ისინი მათ ძალიან კარგად ესმით რა რაოდენობის ხმები მიიღეს და პროცენტულად ეს როგორც იყო გამოხატული. მაგრამ მიუხედავად ამისა საუბრობენ გაყალბებაზე. ეს უბრალოდ მათი მოქმედების სტილი არის. ანა წითლიძის მხრიდან მოხდა პირდაპირი აღიარება იმის, რომ რა თქმა უნდა არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა და ზუსტად ის შედეგი, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა არჩევნების შემდგომ არის რეალური ნამდვილი შედეგი, სწორედ ამ პროპორციას ესადაგება წითლიძის ის ფრაზა, რაც თელმა საზოგადოებამ მოისმინა. ვიდრე ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს განიხილავს და შედეგით უკმაყოფილოა ქართული ოცნება მორიგი გამარჯვებისთვის და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. მმართველი გუნდი რამდენიმე კვირაში წინა საარჩევნო კამპანიას დაიწყებს.